გამარჯობა, ეს არის ჩვენი მორიგი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ნიკოლოზი, ნიკა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის Bitcoin, მე მგონი რომ მაქსიმალისტია, მაგრამ თვითონ ამბობს რომ ენთუზიასტია და დღეს ვილაპარაკებთ ძირითადად მე მგონი Bitcoin-ზე. პირველ რიგში ნიკა, როგორ ხარ და მადლობა რომ მოხვედი ჩვენ. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ბიტნეტს, მადლობა თქვენ მსმენელს და კარგად ვარ და მიხარია ბაზარზე რაც ხდება. რა ფორმითაც ხდება, როგორც ხდება და მივესალმები ყველა ინიციატივას და წამოწყებას, რაც შეიძლება ამ სფეროში მოხდეს. საქართველოში ხო? საქართველოში ხალხი კი. ხო. პირველ კითხვას რაც უსვამ ხოლმე ჩვენ სტუმარს არის ხოლმე როგორ მოხდა საერთოდ კრიპტოსამყაროში და მოდი შენს მაგას კითხავ, იმიტომ რომ მე მგონი საინტერესო ისტორია არის. ყველა სტანდარტული ისტორია ხალხად ყველას თავიდან ფული შევნა უნდა და ესეთი გამოთქმა არსებობს. მოვედი ფულისთვის, მაგრამ დავრში რევოლუციისთვის. ხო და არ ვიცი ხა რამდენი ვითარდება რევოლუციური მოვლენები ფინანსური კუთხით, მაგრამ ჩემი ბექგრაუნდიც ეგეთია, ფინანსებში ვიყავი, მე ტექნოლოგიასთან მქონდა ბავშვობიდან კარგი დამოკიდებულება და მე ისო რაღაც გადაიკვეთა ერთმანეთთან. თუმცა 2 წელი ბუნდოვნად მქონდა წარმოდგენა, რას ვაკეთებდი, რაღაც ჩინაგანად გრძნობდი, რასთან მქონდა საქმე და მე სხვათა შორის ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმს უყურე, რომელიც მოგვითხრობდა ენერგიის და ინფორმაციის ისტორიას. მან არ იყო სიტყვა ნათქვამი არც კრიპტოვალუტაზე, არც ბიტკოინზე, ეს იყო ალ-ხალილის ესეთი ფიზიკოსი ადამიანია, ფილმი, დოკუმენტური ფილმი, რომელიც უბრალოდ ისტორიას გვიყვებოდა თერმოდინამიკის და ინფორმაციის ისტორიის შესახებ და იმდენად საინტერესო იყო ეს ორნაწილიანი ფილმი, ანუ order disorder ქვია ინგლისურად რა. რომ მან მივხვდი რომ ანუ ეგ სიტყვა აკლდა მაგ ფილმს და მე მაქინან დავიწყე ძიება და დღემდე ვეძებ რა ანუ დღემდე არ ვიცი ბიტკოინი რა არის მაგრამ ბევრი რამეა რა ხო ერთი რაღაც არ არის ხო ერთი რაღაც ნამდვილად ბევრი რაღაც საინტერესო რაღაცა თქვი პირველ რიგში ხო ანუ ესენი orange pill მომენტი რომ თქვათ იყო ეგ ხო და მე ანუ ის ადამიანები რომლებიც ამ community-ში იყვნენ მე დავიწყე აბსოლუტურად ნოლიდან სადოშის წერილების კითხვიდან დღესაც ვკითხულობ ხოლმე, რაც უხასიათზე თუ არ, კარგი ემოცია მოდის იქიდან და ის ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობას იღებდნენ, აი ეს მაგალითად ნიკ სავო, რომელსაც უფრო ადრე ქონდა ეს იდეი და ასე შემდეგ, ეს ხალხი გვიყვებოდა ამბავს ამის შესახებ და შესაბამისად მე ამად გავუყევი, მე Twitter-ზე დავუმეგობდი ამად და ეგ კიდე ცალკე აღმოჩენა იყო Twitter-ის community-ს როგორ რეაგირებდნენ, იმიტომ რომ მანამდე ფორუმებზე მქონდა სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებით კითხვები გამოცდილება და იქ ვიცოდი როგორი community იყო ზოგადად ეს ტექნოლოგიი ტიპები. იმიტომ რომ როდესაც პრობლემას ეძებ, ყოველთვის დღეს უფრო გამარტივებულია ცხადია, პასუხი აქვს გამწვანებული და იცი აღარ ეძებ და ჩვენ დღეს ეს კულტურა არ გვაქვს, არც გქონია ქართველებს. ანუ რაღაცას მოვაგვარებთ და აღარ უბრუნდებით ფორუმს. ვეძებთ ბევრს, მაგრამ პასუხი რო ამოხსნით რაღაც საკითხს, აღარ უბრუნდებით პასუხს. ეს არისო, ეს პრობლემა არ შემხვედრია მე მან პირიქით, ანუ იმდენი, ანუ ამას წინაც მეგობრებს ვესაუბრებოდი, რომ იმდენი სულელური რაღაც მაგ დაწერილი დღეს ვკითხულობ, მინდა რომ წავშალო ხოლმე, მაგრამ ჩემ თავს უშვები, რომ არა, ეს მე ვარ, ანუ ჩემ თავს ვერ შევცვლი, ვერ მოვაწყობ, იმიტომ რომ არ ვიცოდი და მაინტერესებდა. ონდეს ადამიანები არ დაგცინოდნენ პირიქით, ანუ გვიხსნიდნენ დეტალურად და სასაცილო მაშინ ხარ, როდესაც შენ რაღაც სულელურ არგუმენტზე ჩამოვიკიდები და აჯერებ შენ თავს, რომ ესე უნდა იყო და მანიფესტირებ, რომ გინდა თუ არა ეს ანუ სიხლის მიმართ მიმღებლობა მქონდა და ვიღებდი კიდევაც მე რომ ტესტავდი ამას და რა აქამდე მოვედი რა როგორც მოვედი ხო ეგ არის ალბათ თუ არ არის ერთ-ერთი მიზეზი შენ რატომ ხარ ესეთი აქტიური ხო შენ სოციმედიაში ხა კრიპტო ჯგუფებში იქნება თუ შენ პირადულზე ძალიან ხშირად პოსტავ ბიტკოინზე ხო სხვა ფორმატით და ანუ ეგ კულტურა მაგთან გადმოიღე შეიძლება ითქვას რომ სხვებსაც გინდა რომ გააგებინო რა არის ბიტკოინი ხადია რა ანუ ეს არის წმინდა მოხალისეობრივი საქმიანობა ამაში ფულს არ გიხდის სატოში ნაკამოტო არ მიხდის ფულს ეტყობა არ მოწონს ჯერ ხო და კებოლეთი არის თუმცა აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, იცი პირველად ჩემს ცხოვრებაში Twitter-ზე არ ვიძახი რა მაქვს ეს პროვაიდი რა. ერთი წმინდა სივრცე დამიტოვეთ მეთქი ვიძახი და მან ადამბექი ნიქსაბო და კიდევ ეს ტიპები არიან ჩემი ფოლოვერები. წარმოდგენა არ აქვს ვინ ვარ. უბრალოდ მოხდა როგორ იცი რომ ნიქსაბოს ჩაუჯექი, ანუ ერთი კონკრეტული ტიპი ავირჩიე და სულ კითხულობდი მაგის რაღაცებში არ ვეთანხმები, რაღაცებში ვეთანხმები, მაგრამ იქ რაც საერთო ინტერესები გვაქვს, რაღაცები მომწონდა რა თქმა უნდა და სულ ალაიქებდი და
პოსტს ვაკეთებდი ხოლმე რა ჩემ პეიჯზე და ერთ დღეს ვიღვიზებ და ბოტების Twitter-ის ამბავი ხო ყველა მის ისე უცებ ნიქსაბო არის ჩემი ფოლოუერი გამოუშტეს იქნება არ მჯეროდა რა და ამან გამოიწვია უკვე სხვა ტიპებთან ჩემი ანუ გზა გამეხსნა რა რომ ადამიანბეკმა რომ ნახა რომ ნიქსაბო მაფოლოვის ესე იგი ვიღაც ტიპი არ ვარ და წამოვიდე მთელი კრიპტო ბიტკოინ Twitter-ი არის დღეს ჩემი ფოლოუერი რა ну საკმაოდ ცოტა მაგრამ ეს კარგი ხო ანუ მე არ მაინტერესებს იქ არ ვაგროვებ ლაიქებს და რაღაც მე იმ ხალხთან მე კომუნიკაცია რაც მჭირდება ცხადი ანუ რეპუტაცია მაქვს სადაც Twitter-ზე მაგრამ იქ არ ვაქტიურობ იმიტომ რომ იქ ამერიკას თავის კომუნიტი ყავს და მე არ ვარ საჭირო იქ ხო ანუ შენ უფრო საქართველოში აქტიურობ და იმაშვები ხო და აი რა არის შენი მიზანი თუნდაც აი ამ შენი პოსტებით რა გინდა რომ აი ჩვეულებრივ ქართველმა თქვათ გაიგოს ან კრიპტოზე ან ბიტკოინზე ან ფულზე თუ აი რა არის რატო აკეთებ ეს მიზანი არ მაქვს რა ეს არის ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ჩათვალე რომ ვარჯიშობ რა ანუ საჯარო ჯიმ დარბაზია სადაც ავე აჯიმენებს ვაკეთებ რა ანუ ჩემთვის ვაკეთებ ამას მე ვარჯიშობ მე მინდა რომ ვიღაც ჩემოვიდეს კომენტარზე და მითხრას რომ არასწორად ფიქრობ არასწორად ანუ ეს არის ვარჯიში სწორედ ამას ვაკეთებ მე არ მინდა რომ ყველა მენდობოდეს და არც მე არ მინდა რომ ყველას ვენდობოდეს ხა ეს არის ეს სივრცე ანუ უამრავი სისულელი დამიწერია და უამრავ სისულელს დავწერე მომავალში ამის მე არ მაქვს მე პირიქით შეცდომა არის ის გზა რომელიც უნდა გავიაროთ რომ სადღაც მივიდეთ ანუ რაღაც მწვერვალებზე როგორც წმინდა ნინო შემოვიდა და ქრისტიანობას აუცილებ და ეგრევე აუცილებ ამას რა ბიტკოინის რელიგიას ხო რა ანუ ეს კულტურა რა კულტურა ჩამოყალიბდა კულტად არა კულტურად იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ რომ აქ ბიტკოინზე არა საუბარი რა აქ არის ფულზე რომელიც ესეთი ფორმით დაგხვდა და გააკეთა ამ ადამიანმა რა ეს იყო მცდელობა მრავალი წლის ანუ ადამიანები ვცდილობდით რომ უკეთესი ფულის ფორმა ფულს ქონოდა შინაარსი არსებულ ფინანსურ სისტემას არა აქვს შინაარსი უშინაარსო არა ცარიელი გამოშიგნულია და უსარგებლობთ ადამიანს რატო არის უშინაარსო შინაარსი იმიტომ რომ მათ აქვს ჯადოსნური პრინტერი, რომელთაც ვისარგებლობენ და ეს აისახება თითოეულ ინდივიდზე საქართველოში და თუ ვინმე მეტყვის რომ ლარი მყარდება, მაშინ სხვა მედია საშუალებას უსმენს, რომელიც 2012 წლიდან იუწყება 2025 წლამდე რომ ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა ან გაუფასურდა. რომ დავაკვირდეთ დიდ დიაპაზონში აღმოვაჩენთ რომ 2012 წელს 1 დოლარი იყო ლარი და 75 და დღეს არის 2.80 დაახლოებით რა. ანუ ესე არ მყარდება ლარი და ეს პრობლემა არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც და ამერიკასაც აქვს თავის, ანუ სხვადასხვა, აი მაგალითად მიკროეკონომიკის დარგის სპეციალისტი და ექსპერტი ჩემი მეგობარია, ერთ-ერთ პოდკასტში ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს, რომ მე შევხვდი USB-ს წარმომადგენლობას, იმ ქალბატონს, ლეჯერს არა, ლაგარდს და საუბრობდით რომ ინფლაციის 2%-იანზე რომ დავუშვით. ეს შესაძლებელია 2%-იანიც ხელოვნურად აქვს დაჭერილი ამ ტიპებს, რომ აი ცირა 2%-იანი ინფლაცია გვაქვს წლიურ ჭრილში, ეს არაფერი არ არის. 2% მართლა არაფერი არ არის, შეხედო 1000 ლარის 2% არ არის არაფერი, მაგრამ ჩვენ ხო 10 წლით არ ვცხოვრობთ და 1 წლით, ჩვენ ვცხოვრობთ 30, 40, 50 წლით და ეს 2%-იანი რო გავამრავლოთ ამ წლებზე, საბოლოო ჯამში არსად არ მივდივართ რა. და ამ ტიპმა უთხრა რომ მოვაგვარებ ამ პრობლემას. რა დრო გჭირდებათ 15 წელი რა საპრობი არჩევნები მომადგა კარსევრა ინფლაცია უნდა მოაგვარო და დაიწყეს ისე ფულის ბეჭვდა და ჩვენ თუ დიდ დიაპაზონში დავაკვირდებით თუნდაც ამერიკის ხელისუფლება თუნდაც ევროპა ფულს ბეჭდავს რომ რაღაც მოხდება ისინი მიზეზს უიპოვიან რომ დაბეჭდონ გეტყვიან რომ აი რაღაც ახლა ვიღაცას თითი გაიჭრა და იმ ხელს უნდა უმკურნალოთ რა სადღაც აფრიკის რომელიღაც ან ჩრდილოეთ კორეაში გვჭირდება რაღაც სუბსიდირება რაღაცის მოიფიქრებენ იმიტომ რომ ეს შესაძლებლობა აქვს და როცა ჩვენ ეს შესაძლებლობა გვაქვს ვიყენებთ და ესე არ ვართ ადამიანები გვაქვს შესაძლებლობა და ვიყენებთ. ოღონდ ეს სწორია თუ არასწორია, ამას დრო აჩვენებს და დრო მაჩვენა ეგრო არ არის სწორია. კი, მაგრამ ნუ რისკები მოყვება, ხო? ეხლა თუნდაც იმ თავრობისთვისაც რომ ანუ ინფლაცია გაიქცეს, ესე რომ ვთქვათ, რაც ჰიპერინფლაციაში გადაიზარდოს, ასე შემდეგ. ამ ბოლო პერიოდში, აი რა ვიღოთ მეორე სოფლიო ომის მერე რა ვიცი პერიოდში, ევროპულ და დასავლეთში ჰიპერინფლაცია არ ყოფილა, ხო? მე მგონია. მეორე სოფლიო ომის დროს იყო ინფლაცია ვინმე სადაც აი ბავშვები ფულით თამაშობდნენ ეს მე რეგიონები ან მეორე სოფლიო მე არა მე დასტაბილურდა სიტუაცია ამერიკამ ჩაასხა ბევრი ფული ამერიკამ გაატარა თავისი როგორც ხდება რა მაგრამ დღეს ამერიკას უზარმაზარი საგარეო ვალი აქვს 34 ტრილიონი როგორც მახსოვს ხო ნუ არ ზუსტი ციფრი არ მახსოვს მაგრამ ხო მე ტრილიონი ემატება დღეს რაღაც ჩვენთვის ადვილი არ არის ეს ანუ აქედან ამერიკა გადაიხდის ანუ მოდი ამერიკელს კითხე ახლა გადაიხდის თუ არა ანუ ამერიკას არ მოწონს ეს ყველაფერი კი ბატონო და შენი აზრით ანუ ბიტკოინი რატო არის პასუხი აი თუ აქვს ჩვენ ტრადიციული ფინანსური სისტემა
სისტემა, ხო, სადაც არის გაუგებარი წესები, არიან ცენტრალიზებული ტიპები, რომელსაც აქვთ ისეთი ძალაუფლება, რომელიც ადამიანს შენი აზრით არ უნდა გქონდეს, შეუძლია ნებისმიერ რაოდენობა ფულის დაჭიროს, აი COVID იქნება, ომი იქნება, რაც არ უნდა იყოს. მაგ მომენტში ან თვითონ გამოიგონოს რაღაცა მიზეზი და მეორე მხრივ გვაქვს ბიტკოინი, ხო, რომელიც ბევრ ბიტკოინის მიმდევრისთვის არის გამოსავალი, ხო, და აი კონკრეტულად რაში გამოიყადა, რა აქვს ბიტკოინს ისეთი, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს, ესე რომ ვთქვათ. ძალიან ბევრი რამე. პირველ რიგში ეფექტური ფულია. ძალიან ეფექტური, იმიტომ რომ რას ნიშნავს ეფექტური ფული? ანუ იმაზე ეფექტური ფული ნიშნავს იმას, რომ მისი მოპოვება ტექნოლოგიურად რთულია, მაგრამ თვითონ უშუალოდ პროცესი არის ძალიან ეფექტური. ანუ ჩვენ არ გვჭირდება ვიღაცაებთან რაღაცების შეთანხმება, კოდია დაწერილი, ნებისმიერმა კომპიუტერმა იცის რა უნდა გააკეთოს და რაზეა პასუხისმგებელი. მას არ აქვს ხასიათი ამ კოდს, რომ აი დილით გაიღვიძა და მოდი ეხა ამ ბლოკს არ დავადასტურებ, იმიტომ რომ მე შენ ნიკამ გიორგის გავუგზავნე და აქ რაღაც. ანუ იმას არ აინტერესებს აქ რა. ეფექტური ფულია იმიტომ კიდე რომ მისი ბეჭდა ესე ვიღაცას არ მოუნდება და ვერ დაბეჭდავს იმაზე მეც ვიდრე ქსელი გვეუბნება პროტოკოლის მიხედვით რომ ამდენი უნდა ვაწარმოოთ დღე-ღამის განმავლობაში 154 ბლოკზე მეც ვერ დავამაინინგებთ ფიზიკურად. ეფექტური ფულია იმიტომ რომ ზოგადად რაოდენობაში შეზღუდულია და რაც შეზღუდულია, ну, მიწაა შეზღუდული ჩვენ პლანეტაზე, თუ არ ჩავთვლით ნიდერლანდს, რომელსაც დამატებს, ხო, მიწა არის წარმოება და გვეგონა რომ თურმე მიწას იმიტომ არის წარმოება ვიზრდებით ადამიანი და ფასი ემატება, ნიდერლანდებმა ესეც დაამსხვრიეს რა პირიქით მიწის წარმოება დაიწყეს, იმიტომ რომ მათ ეს ჭირდებათ. ჩვენ არ ვიცით რამდენია სინამდვილეში ოქრო ბუნებაში. ვიღაც ექსპერტები ამბობენ რომ ამდენი, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცით. დანამდვილებით არ ვიცით რამდენი ვერცხლია, რამდენი ბრილიანტი და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით რამდენი ბიტკოინი იქნება სულ და ეს წერია კოდში. ამ კოდის შესვლა კიდე უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ ვიღაც დაფორკავს და სხვა ბიტკოინს გააკეთებს, ის სხვა ამბავი, ხო, ის არ არის. ფედერალურ რეზერვებმა შეიძლება გააკეთოს იგივე, მაგრამ ბიტნეტი არ დაიმატებს ფედერალურ რეზერვების ბიტკოინს, იმიტომ რომ მასზე მოთხოვნა არ იქნება. მარტივია აქ ამას მოთხოვნა მიწოდება არეგულირებს და ასე შემდეგ და შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეფექტური არა მარტო მისი ბუნებით და ხასიათით, არამედ მას აქვს კიდევ დამატებითი მნიშვნელობა ფუნქციონალი, რომ ის ადასტურებს მესაკუთრის, ანუ საბუთი გაქვს, რომ აღდაჩენია და არ გჭირდება საჯარო რეესში მისვლა და ვიღაცის მესამე სანდოპირის დადასტურება, რომ აი ეს ნიკას ბიტკოინია, ნიკას უძრავი იქნება და ასე შემდეგ. ანუ ამ ლეჯერში ან დაფთარში ყველაფერი წერია დეტალურად, თავისი თარიღით, თავისი რაოდენობით და უკვე შენ იღებ შენ ქონებაზე პასუხისმგებლობას. დღეს ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ბანკებს მივეცით მთავრობებს და რავი, უფრო შემთხვევაში ესე იყო რა. 61 დადგენილება, რომელიც ამერიკის ხელისუფლებამ გამოსცა, ითვალისწინებდა, რომ ამერიკის მოსახლეობისგან უნდა მოიღო ოქრო. და ამოიღეს კიდევაც. და ოქროს იყო რა შემეძლო სახში მქონოდა, ხო და დანარჩენია ჩამოყალიბდა. იმიტომ რომ ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკური თვალსაზრისით ჭირდებოდა ეს და გააკეთა კიდევაც წაართვა ოქრო. იარაღის უფლება წაგვართვა ეს. მე არ ვიზახი ერთი ან მეორე კარგი ან ცუდი, მე შეფასებას არ ვაკეთებ. მე ვიზახი რა მოხდა და რა მივიღეთ, ეს უკვე ჩანს ადგილზე, იმიტომ რომ როდესაც ანუ ოქროს შემთხვევაში ესე იყო, ხო? რაღაც გაჩნდა ორგანიზაცია, ადამიანი მივიდა ამ ორგანიზაციაში, მიიტანა ეს თავისი ოქრო, იმან სანაცვლოდ რაღაც ფასიანი ქაღალდი მისცა ამ ტიპს და იმან რო დაინახა რომ ოქროს ტარება აღარ უწევდა მარტივია ეხა ამ ხელა რაღაცის თრევას არ ჯობია ფასიანი ქაღალდით ვიწოლო. ეს ტიპი რომელიც ოქროს იღებდა აღმოაჩინა რომ ხალხი აღარ აკითხავდა. ამიტომ დაიწყო ბეჭდა. მოდი ეხა მე დაბეჭდა 100 ლარს დავბეჭდა. დამჭირდა იქ მეგობარს დაბადების დღე საჩუქარით და რა მოხდა? გაბევრდა ფული. ფული რო გაბევრდა, ხალხი ამას ვერ ხვდება. ამას მე ინფლაცია და უამრავი ტერმინი 2008 წლის მერე მოიგონეს ეკონომიკა, რომელიც არ არსებობდა აქამდე. რა ეს ხადია, ეგრეც მოხდებოდა, მაგრამ ნუ ისეთი სისულელები და საგიჟეთი ხდება, რომ ადამიანებმა რო იცოდნენ, ალბათ, რავი, თავის ბანკირებს დახოცავდნენ. და შენი აზრით რატო არ იციან ადამიანებმა, რატო არ ინტერესდებიან ამ ყველაფრით? იმიტომ რომ ეხლა ბიტკოინი მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან არსებობს, მაინც რაოდენობა ადამიანებს, ვინც ჩართულები არიან, ანუ ბევრი შეიძლება იყოს, ბევრი რაღაცა რაოდენობა, რომელიც ინვესტირებას აკეთებს, იმიტომ რომ ბიტკოინის ფასი გაიზრდება და მაგ იმედზე არის, ხო? მაგრამ იმ სიღრმეში არ ჩადის, რაც აი ხა რაც შენი ლაპარაკი, ხო? მე ვფიქრობ, სიღრმეებში ჩასვლა იუზერს არ ჭირდება. იუზერი არ TikTok-ს იყენებს ადამიანი, უბრალოდ იმისთვის
რასაც იყენებს ფუნქციონალებს, ჩვენ ხედავთ, რომ ეს ფუნქციონალები, რასაც სხვადასხვა აპლიკაციებს აქვთ, ამის უკან დეველოპერები დგანან. და front-end, ანუ ყველა უყურებს, აკვირდება, როგორ იქცევა იუზერი. ეს უკვე კომპანიის ხედვაა და რას მოარგებს და რა სიახლეს შეთავაზებს, იმიტომ რომ დატოვოს თავის პლატფორმაზე, ხო? ფულიც ესეა. ანუ არსებული ფინანსური სისტემა ცდილობს, რომ კომფორტული იყოს ეს გარემო მომხმარებლებისთვის და მომხმარებელს უნდა რომ გადაიხადოს უბრალოდ ფული და მიიღოს ის სერვისები ძალიან მარტივად. ანუ ჩვენ ვამარტივებთ ამ ტექნოლოგიით და აღარ ჭირდება იმის გაგება, როგორი უნდა იყოს ფულის შინაარსი. მაგრამ როდესაც ფული ფუჭდება და რაღაცა რო გვიფუჭდება, ტელეფონი რო გვიფუჭდება, მანქანა რო გვიფუჭდება, მე მივდივარ ხელოსანთან და Bitcoin-ი არის ეს ტიპი, რომელიც ამ პრობლემას უწყვეტავს ნებისმიერ იუზერს. ანუ ბევრი არც გაიგებს და ვერც გაიგებს სინამდვილეში ფული რა არის სიღრმისეულად. Bitcoin-ამდეც ფულს ქონდა ისტორია. უბრალოდ Bitcoin-მა მოგვიტანა ის, რომ უფრო მარტივად გაგვეგო ამის შესახებ ინფორმაცია და უფრო მეტმა ინფორმაციამ გამოჟონა რა იყო ფული, როგორი უნდა ყოფილიყო ის და რავი დღეს აქ ვართ რა. ან ხო, შენ თავიდან თქვი რომ ისა რაღაც მოგების მოვი დავჭი რევოლუციისთვის, ხო? აი დღევანდელ სამყაროს რო უყურებ და დღევანდელ Bitcoin-ის აღქმას, ხო? ძალიან შეცვლილი არის ალბათ ესე შეიძლება ითქვას და ეხლა გვყავს უკვე ისეთი მოთამაშეები ბაზარზე, როგორც არის BlackRock-ი და ETF-ების სახით ივაჭრება ფასიანი ქაღალდია და ანუ რაც იყო რაც აი სუის მახსენდება ახალგაზრდობაში პანკი შეიძლება იყოს თქმა ესე კონდეს რაღაცნაირად და ცოტა რაღაც 40 წლის რო ხდები უკვე შავ კოსტუმით რო დადიხარ ანუ და ბევრი თუნდაც კრიპტო სამყაროში რომელიც ამ თავისუფლების იდეას და Bitcoin-ის რაღაცა ცალკე არსებობას უყურებდნენ და აფასებდნენ დღეს ძალიან ისიც უხარიათ რომ BlackRock-ი შემოდის რა ბაზარზე. შენ როგორ უყურებ მაგ ამბავს რომ აი ესეთი დიდი ინსტიტუციები რომელიც რეალურად ძველ ფინანსურ სისტემებს წარმოადგენენ, ხო? და უკვე Bitcoin-ზე ორიენტირებულები რო ხდებიან ან რაღაცა სევდიანად თუ რამენაირად აღიქვა მაგას პერსპექტივით შევხედავთ და ვისი პერსპექტივით. ეს ძალიან რთულია რომ ესე რაღაცები აღიქვა და შეაფასო, იმიტომ რომ ჩვენ სინამდვილეში არ ვიცით Sailors რა განზრახვები აქვს. მე წარმოდგენა არ მაქვს, ერთ საუბრობ არის ერთი და მეორე რა ხდება არის მეორე. ანუ ჩვენ ხედავთ რომ ეს ადამიანები ამ აქტივს ყიდულობენ. მოდი უნდა ამ კითხვა უნდა დავუსვოთ საკვირ რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ ეს სისტემა ჩამოშალონ? ანუ ცოტა არ იქნება ადეკვატური პასუხი ამაზე რომ თანხმობის უფრო გაგვაკონტროლონ? თვითონ Bitcoin-ის ბუნება არ არის კონტროლირებადი. დღეს ყოველ შემთხვევაში ესეა. ხო, რა იქნება არავინ არ ვიცით. ჩვენ ნახეთ რომ რამოდენიმე დეველოპერი Bitcoin-ის დაჭერილია. რატო არიან ანონიმურები ეს ადამიანები, ვინც Bitcoin-ის უკან დგას? იმიტომ რომ საფრთხეს წარმოადგენს თვითონ ამ ფულის არსებობა ბევრი პრივილეგირებული ადამიანისთვის, რომელსაც მართლა აქვს ფინანსური პრივილეგია. ჩვენ არ გვაქვს ფინანსური პრივილეგია, მაგრამ იმათთვის საფრთხეა. მაგრამ მეორე კუთხით რომ შევხედოთ, საჭიროებასაც ხედავენ. ეხა როგორ ფიქრობ პუტინს რო ჭირდებოდეს თანხის გადარიცხვა არის არგებლებს Bitcoin-ით დარწმუნებული ვარ აქ მონაწილეობა მიღებული, იმიტომ რომ ის არ ჩანს, ანონიმურია. ან ერთის მხრივ ეს ჭირდებათ და მეორეს მხრივ არ აწყობთ, იმიტომ რომ ამით შენ ისარგებლებ და ადამიანები როდესაც ესეთი ფუნქცია არგებლობენ, ცენტრალიზებულ სისტემებზე ვეღარ იქნები, ხო, ანუ ჩვენ დღეს გვაქვს შემოღობილი პლატფორმები, Facebook-ი, Instagram-ი და ასე შემდეგ, სადაც თითეული ჩვენი სიტყვა კონტროლდება და ეს შეუძლია რომ მე რომ მთავრობაში ვიყო, არ მომეწონა რა თქვი და მორჩ აქ იკრძალო ყველაფერს. ანუ ეს შესაძლებლობაა ფულის ბეჭვრის შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობაა ცენტრის შესაძლებლობა და როდესაც სისტემა დეცენტრალიზებულია, ცხადია ოქროს შემთხვევაშიც, ნავთობის შემთხვევაშიც ადამიანის ბუნებაა ეს და ეს ნორმაა. მოგწონს არ მოგწონს ამაზე არ ვსაუბრობ შეფასებაზე, რომ რაღაც რესურსი ხელში ჩავიგდოთ. და ამას აკეთებენ ეს ადამიანები, მაგრამ როგორ გამოუვოთ ეს უკვე სხვა საქმეა. იმიტომა დეცენტრალიზებული რომ Bitcoin-ის დეველოპერები სხვა გეოგრაფიულ ადგილას არიან, ბევრი მათი, რავი, არ ვიცი თუ ვინ არიან სინამდვილეში. არიან ამ კოდის უკან. მაინინგ ცენტრები ან დეცენტრალიზებული, იმიტომ რომ ერთი აფრიკაშია, მეორე, ანუ ყველაფერს ერთად ვერ დახურავენ. და თუ ეს მოხდა, ცხადია ეს უნდა იყოს განგაში სიგნალი იმ დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომელსაც არ ესმის სინამდვილეში ფული რა
არის. ამიტომ ვაკეთებთ ამას, რომ მე შენ იმიტომ გიხსნი ფული რა არის და როგორი უნდა იყოს, რომ შენ ეს უფლება, შენი უფლება დაიცვა, თორე ჩვენ ბიტკოინერები კარგად ვართ ჩვენ თავში და რავი, კარგი ცხოვრებით ცხოვრობთ და ასევე გვინდა რომ ბევრი კარგი გვერდზე ისეთი ადამიანები ყავდეს მეზობლები, მეგობრები, რომ კარგად ცხოვრობდნენ ისინიც რა. აი რო წარმოვიდგინოთ, აი თქვათ შენ ცხოვრება რა, როგორც ბიტკოინ ენთუზიასტი, ანუ განსხვავდება ჩვეულებრივ, ალბათ განსხვავდება, მაგრამ იცი რომ ინტერესებს შენ ყველაფერს ბიტკოინში აღიქვა, აი თუნდაც აი მანქანა რო იყიდო რა, ანუ თუ ფიქრობ მანქანის ყიდვაზე, ფიქრობ რომ აი ამის ალტერნატივა არის რომ მეტი ბიტკოინი მქონდეს, თუ აი ყველაფერში არის გადმოსული შენ ცხოვრებაში თუ არ გააჩნია რა, ანუ ესე არ არის, ეს არის აქტივი, მე ვფიქრობ, რომელიც უნდა გქონდეს და რაც უფრო იაზრებ, რომ მისი ხელში ჩაგდება უბრალოდ სხვას არ შეუძლია, ცხადია, ესეთ ადამიანის სურვილია მეტი გინდა რომ გქონდეს რა, ანუ ბავშვობაში მინდოდა რომ შენი სათამაშო მქონოდა, იმიტომ რომ მომწონდა და წართმევაზე ვჩალიჩობდი და ჯერ კიდე ძალიან აი ბულრანი მეცინავე ხოლმე ბულრანი იწყება და მოდი აი ბულრანი ჯერ არ დაწყებულა საერთოდ რასაც ნამდვილ ბულრანს ვეძახით, იმიტომ რომ მიწოდების შოკის პრობლემა გვექნება ძალიან მალე, იმიტომ რომ ის წარმოება ნელ-ნელა რთულდება, ასევე 1 მილიონია დარჩენილი და 8 მილიარდი ადამიანი ელოდება სამყაროში, რომ ეს დანარჩენი მილიონი ბიტკოინი დაიწესოს. ცხადია, ხა BlackRock-ი, Saylor-ი და სხვადასხვა ორგანიზაციები შეეცდებიან, რომ ფასი მაქსიმალურად დაწიონ. რომ ბევრი კონსპირაცია შეიძლება იყოს აქ, რავი, არ ვიცი. მართლა არ ვიცი. შეიძლება ამერიკა ჩალიჩობს ტრამპი, რომ დანარჩენი სამყაროს ფული რაღაცნაირად შეტენოს აქ და მერე ვალი გადაუხადოს დანარჩენ სამყაროს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს არის პროგნოზები, ეს არის გამოცდილება, ეს არის ვარაუდი. შენ არ შედიხარ, ხო, თუ შედიხარ შენ. ანუ ნახე მე როგორ უყურებ საკითხს. გააჩნია რა სარგებელი გინდა, რისთვის ხარ აქ მოსული, რა თუ ფული შოვნა გინდა, შეგიძლია იშოვო, თუ გინდა რომ კონდეს generational wealth, ანუ თაობებს მე არ მჭირდება რომ ჩემ ბიტკოინს რომელსაც ყოველთვე DCA თუ არ აქვს მნიშვნელობა, მე უბრალოდ ჩამივარდება დღეს დავზოგე ფული სიტყვაზე 5 ლარი რომ გაზიანი სასმელი არ ვიყიდე, ის მიდის ბიტკოინში პირდაპირ. კი, ეგრე ვაკეთებ, ხო, ნებისმიერ მავნეჩო, ცხადი ადამიანი ვარ, სურვილები მაქვს, გასინჯული მაქვს შაქარი, ვიცით შაქარზე დამოკიდებულება რა არის, მაგრამ ისიც ვიცი რომ ჩემ თავს კარგი უნდა გავუკეთო. მე თუ კარგს არ გავუკეთებ ჩემ თავს, შესაბამისად ესე იგი სხვა რაღაც არის ჩემთვის პრიორიტეტი და მე რო ვიპოვი რომ ჩემთვის სხვა რაღაც არის პრიორიტეტი, მე შევადარებ, ანუ რა ჯობია ეს შაქარი არ ჯობია რა თქმა უნდა, მე მირჩევნია რაღაც აქტივი ვიყიდო, რომელსაც ვენდობი, რომელსაც ჩვენ ვერ წამართმევ და რომელსაც ვერ დახაკავს ვერავინ. და რავი, ჩემი შაქრის მიღებით, ჩემ ორგანიზმს ვაყენებ, რავი და ძალიან დიდ ზიანს. ვიღაც ამბობს რომ ცოტა ხანი ვცხოვრობ და ანუ მე ეს არ მინდა ვიცხოვრო იმდენ ხანს და ჯანსაღად ვიცხოვრო, რომ ვიყო ფუნქციური. და გამოვადგე სხვა ადამიანებს და იმ წრეს ვისანაც ერთად ვარ. გასაგებია. ხო, ანუ შენ და ფასიც არ აქვს, რომ როცა ყიდულობ, ფასიც არ აქვს, რა მნიშვნელობა. 100,000 ღირს 20,000 არ აქვს მნიშვნელობა, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ლონგ-თერმში დოლართან თუ შევადარებ, თუ მოგებაში ხარ, იმიტომ რომ დოლარი იმდენად სწრაფად კარგავს ღირებულებას, არის კვლევები ამას, მე არ ვიგონებ ამას, მონაცემები ამბობს, რომ 1 წლის განმავლობაში დოლარმა დაკარგა დაახლოებით 98% მისი წელს თუ 1 საუკუნეზე. საუკუნეზე. ხო, ანუ ყველაფერს დავაკვირდეთ. ბიგმაკი იყო ამხელა, სახელი დარჩა, ბიგმაკი არის ამხელა. გაიზარდა ფასი. ჩვენ ხო ადამიანები ყოველთვის ესე აღვიქოთ ყველაფერს რაღაც გაძვირდა. სინამდვილეში არაფერი არ გაძვირებულა. 5 კილოიანი და 10 კილოიანი ინდაური 100 წლის წინაც 5 კილოიანი იყო ფიზიკის კანონების მიხედვით, დღესაც ეგრეა. მაგრამ მაშინ სხვა ფასი ღირდა, დღეს სხვა ფასი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ფული გაფუჭდა, თორე ინდაური ვიზუალურად იგივეა 5 კილოიანი, რაც 100 წლის წინ იყო და დღესაც იგივეა. ანუ მეტი არაფერი არ ფულმა დაკარგა ღირებულებამ, და ამას ადამიანი ვერ ხვდება. ანუ ვერ აღიქვას. კი, მაგრამ 100 წლის მანძილზე რო შევხედოთ, ახლა ადამიანი როგორ ცხოვრობს და როგორ ცხოვრობდა 100 წლის წინ და რამდენი ადამიანს აქვს საშუალება, ანუ ეკონომიკის და ამ პერიოდში ხდება ეკონომიკის და ინფლაციას მიყვება, ხო? ანუ ეს 2%-იანი დაგეგმილი ინფლაცია რაც აქვს, ბევრ სახელმწიფოს აი სტანდარტად ითვლება, ხო? რომ ეს 2% უნდა იყოს და მაგაში წამყვანი ეკონომისტებიც შევა პრობლემას ვერ ხედავდნენ, ხო? ანუ ინფლაცია რაღაც ზონაზე უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ეს ეკონომიკის დასაც ეხმარება. მე არ ვაპარაკობ 15%-იანი ინფლაციაზე წელიწადში, მაგრამ 2%
10%-იანში და თან ანუ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაც ხდება, ხო? ანუ კი ფული შეიძლება გაუფასურდეს, მაგრამ ცხოვრება უკეთესი ხდება. ხო, ანუ ჩვენ ხო გვაქვს ტერმინი ფული სხვა ტერმინია და ვალუტა სხვადასხვა, ორივე განსხვავებულია რა. ჩვენ ვცდილობთ რომ ფული შევცვალოთ. ვალუტა ბევრი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ ფულის შინაარსის შეცვლა აქ მნიშვნელოვანი. რატო? იმიტომ რომ არსებული ფინანსური სისტემა მორგებულია იმ ფულზე, რომელიც დღეს გვაქვს და ერთმანეთთან კარგად მიდიან, მაგრამ შორ პერსპექტივაში აბსოლუტურად ყველაფერზე ხარისხი იკარგება. და თუ დავაკვირდებით, ანუ ადამიანი როგორ ცხოვრობდა 1 საუკუნის წინ, 5 საუკუნის, კი, მე არ ვამბობ, რომ სიცოცხლის უნარიანობა, ტექნოლოგია, ამაზე არა საუბარი. აი, მოდი ავიღოთ იტალიის მაგალითი. იტალია არის ცოცხალი მუზეუმი, ხო? ქვაფენილია დაგებული. ყოველ შაბათ-კვირას ასფალტი ფუჭდება ჩვენთან. ანუ რისი პრობლემაა, ხო უნდა შევხედოთ, რომ ისტორიას რო ვკითხულობთ და ვაცნობიერებთ, ამ ადამიანებს ცოტა ფული ჰქონდათ და ცოტა ტექნოლოგია. დღეს ბევრი ფული გვაქვს და ბევრი ტექნოლოგია და რა ჯანდაბა დაგვემართა, რატო ვერ ავედით იმ სტანდარტზე, რა სტანდარტზეც 5-6 საუკუნის წინ ადამიანები ცხოვრობდნენ. რატო გამოიყურება წერეთელზე ან რუსთაველზე, აი პირველ ზოლში სახლები რო 4 მეტრიანი ჭერი რო აქვს. დღეს რატო ვცხოვრობთ 3 და 20 მეტრიან სახლში? ანუ რა მოხდა? ამაზე ვიღაცამ ხო უნდა ილაპარაკოს, ვიღაცამ ხო კითხონ, რატო გვაქვს უფრო პატარა სახლი? მთელი გერმანიის და ევროპის ისტორია მხატვრული, რავი, ეს წერლები რო აღწერენ, როგორ სახლებში ცხოვრობდნენ, აქირავებში, ანუ უზარმაზარი იყო ეს. დღეს ესეც სახლებში 4-5 ოჯახი ცხოვრობს. მაშინაც ეგრე არის, ხო? არ მგონია იქ მასე. არ არისო ესე, ანუ აგერ 2 საუკუნის წინ, 1 საუკუნის წინ ესე, ანუ ეს გამოიწვია ფულის გაუფასურებამ. რატო პატარავდება რაღაცეები ზომაში? ადამიანებს რაოდენობის და არ გამოიწვია, ანუ დიდხანს ცხოვრობთ, უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, მაგრამ ხარისხმა რა დააშავა, ხარისხს რატო ვაფუჭებთ? ხო, არ ვიცი, ანუ მსყიდო, ანუ 100 წლის წინ აბაზანასახში არავის არ ქონდა, დღეს ყველას არა, ეს ტექნოლოგიებმა მოიტანა. მაგრამ ამ მოტანამ ფულის გაუფასურებაც მოგვიტანა და ხარისხი დავკარგეთ. ანუ დღეს რა ხდება? ანუ იაფასიანი პროდუქცია იწარმოება, რომელსაც მუდმივ ჭირდება სერვისი. ეს სერვისი რატო ჭირდება? ნუ ამ მთელი შტატები, რავი, self-მომსახურებაზე არიან. რატო ყავს? მე არ ვარ ჩამ ადამიანებს, მაგრამ იდიოტები ვართ, ვერ ჩავასხავთ ბენზინს ჩვენ მანქანაში, არ შეგვიძლია. ანუ ჩვენ მოგწონს ეს მეორე მხარეა. ამის ალტერნატივა უნდა გქონდეს. რომ მე არ მინდა მანქანიდან გადასვლა და მირჩევნია ვიღაცას 5 ლარი მივცე და ჩამისხეს ბენზინი მომესახუროს, ხო? ოღონდ ისის თუ თანახმა ამაზე, ეს არ უნდა იყოს ძალადობრივი. და ეს უნდა იყოს, რავი, დაბალანსებული რაღაცნაირად. ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი მოვიგონეთ, რომელიც არ გვჭირდება სინამდვილეში. ჩვენ ძალიან ბევრი პროდუქცია გვაქვს, რომელიც არ გვჭირდება სინამდვილეში. ამას მე არ ვამბობ, მონაცემები ამბობს. მაგრამ კაპიტალიზმის არ გჯერა, მოდი ესე კითხო, ანუ ის ადამიანს, ანუ სამსახური მოვიგონეთ, კომპანია ავიღოთ, რაღაც ბენზინის ვისაც ჩავსწრული პუნქტი არის, ის ხო ქირავს ამ ადამიანებს და ხელფასობს ის რომ ხედავდეს იმ ადამიანების საჭიროებას, რო არ ხედავდეს, გაუშვებდა ხო სამსახურიდან. ანუ რაღაც კუთხე გამართლებული არის, ხო, ხო კომპანიის გადაწყვეტა. რაც შეეხება პროდუქტები, ბევრი კი შეიძლება არ გვჭირდეს, მაგრამ ყიდველი რასაც არ ყავს, სხვა ბაზარზე აღარ იქნება, ხო და ანუ მაგაში პრობლემა არ არის არაფერში, უბრალოდ სინამდვილეა რომ არ გვჭირდება. ეს შეიძლება იყოს ხელოვნურად გამოწვეული, ეს შეიძლება იყოს მე გავაკეთებ კომპანიას. შაქრიანი წყალი მაგალითად არ გვჭირდება და არ გვჭირდება, მაგრამ ხო ადამიანებს მოწონთ ამას, ეს ნორმაა, მაგრამ ამას შენაკეთებ თუ არა ის მე ჩემი პერსპექტივიდან, თორე მე შემიძლია გავაკეთო კომპანია, დავუსაქმო ნახევარი საქართველოს, ჩაულებრთ უხადო ხელფასი, მე ვნახავ კარს, რომელსაც 100 ლარს გადავხდი, რავი, all time high-ზე გავყიდი ბიტკოინს, შევქმნი კომპანიას, არაფრის კეთებაში გადავხდი ტიპებს და მე მივალ მთავრობასთან და ვეტყვი რომ ამას სუბსიდირა, იმიტომ რომ 9 მილიონი ქართველი უმუშევარი რჩება. რამხელა ტრაგედია იქნება ეს ესეთ ფულს წამოვიღებ. ანუ ეს შესაძლებლობა აქვს და ამ შესაძლებლობას ჭრის, ანუ რა თქმა უნდა არ მოეწონება ეს ბიზნეს, მაგრამ ნუ ცხადია, სხვა გზას მოვიფიქრებთ მე ფულის კეთების. აქ კონკურენციაში შემო მე სტანდარტი და სტანდარტი ადამიანებს უყვართ ფულის გადახდა, ადამიანებს უყვართ სერვისებში ფულის გადახდა. ანუ ეს მონაცემები გვეუბნება ამას, მაგრამ რა სტანდარტ შევთავაზებთ, მომხმარებლები არიან, ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. აი Sony ეგეთი კომპანია, რომელიც უსმენს თავის მომხმარებლებს და
მას ყავს ერთგული მომხმარებლები და ამათ იმხელა გავლენა აქვს სხვა კონკურენტ ბრენდებზე, რომ გადაყავთ რა. გაჩნია მიდგომას და პოლიტიკას. აი ხა რაც ვუყარეთ, აი მანდ ბიტკოინს როგორ აკავშირებ ამ ყველაფერთან, ანუ აი ამ არსებულ სისტემა და მეორე მხარეს ეს ბიტკოინი, ხო? ანუ ეს პრობლემები რაც არსებობს, ამას აგვარებს ბიტკოინი თავისი ხასიათით, რაც გააჩნია, თავისი რაოდენობის ფიქსირებული, დეცენტრალიზებული, ანონიმური და ასე შემდეგ, ხო? იცი რა ინტერესებს, აი მონაცემები რა, ანუ პირადი მონაცემები, ხო? საქართველოში მე მგონია რომ მაგას დიდათ მე მაქვს ეგანცდა რომ არ აქცევენ დიდათ ყურადღებას, რომ აი რო რეგისტრირდები Facebook-ზე და იქ რაღაცას პოსტავ, რეალურად ეს რას ნიშნავს და როგორ იყენებს ის კომპანია ამ მონაცემებს, შენ მონაცემებს, ხო? მგონია რომ აი ვინც ბიტკოინს, ანუ შენაირად ბიტკოინზე ფიქრობს, რაღაც ამ დეიტაზეც იგივე განცდები აქვს ხოლმე. შენ სიკვდილ რასაკვირდები ადამიანებმა უნდა იციან თუ არა რასაკეთებენ ეს დიდი კომპანიები მონაცემებით თუ მანდაც რაღაცა გაუგებარია სინამდვილეში ეს საკითხი არ არის ბოლომდე ესე გააზრებული საზოგადოების მხრიდან. ვინც ტექნოლოგიებში, არა მარტო კრიპტოში, არამედ სხვა, ანუ უსაფრთხოების სპეციალისტია, იმან იცის როგორ უნდა მოიქცეს ქცევის წესები, როგორც აი ქუჩაში გავდივართ და საგზაუნის შენები გვაქვს, ვინც საგზაუნი ნიშნებს ემორჩილება, ეს არ არის მთავრობას ვემორჩილები. აი შუქნიშანი არის ამის უნიკალური მაგალითი რა, ანუ შუქნიშანი არის კოდი, რომელსაც ვემორჩილებით. ეს შევხვდით ანარქიული კოდია რა. ჩვენ ვიცით რომ წითელზე უნდა გავჩერდეთ და მწვანეზე ვიღაც მოდის. აქ არ არის დათმობაზე, ეს არის შეთანხმება. ჩვენ ვიცით რომ წითელზე რომ გავივლით, ვიღაც დაგვეტაკება. ანუ წითელზე იმიტომ კი არ გავდივართ, რომ დარღვევა არ შეგვიძლია, უბრალოდ არ გვინდა რომ საფრთხეში ჩავარდეთ. ხო, ეს გავიაზრეთ. ამიტომ აქაც ეგრეა რა, ადამიანმა რომ იცოდეს როგორ რა მოუვა თავის მონაცემებს, შესაბამისად უფრო ფრთხილი და დაკვირვებული იქნება. რა უნდა დაწერო Facebook-ზე? ეს ვამბობ რა, მომეცი შენი ერთწლიანი ბრაუზერის ისტორია და გეტყვი არა, ანუ სახლიდან არ გამოყოფ თავს, ისეთ დღეში ჩავაგდებ შენ პროფილს. ანუ ემოციები ის საშიშია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ჩემი სამიზნე რო გახდე მე თუ მთავრობა ვარ. ანუ კარგად არ წაგივა საქმე. იმიტომ რომ იმას მიემატება ტრანზაქციები, რომელიც საქართველოს ანთიბისის ან ნებისმიერი სხვა კომერციული ბანკის მეშვეობით გაატარე, უამრავი data, რომელსაც შენ დღეღამეში აწარმოებ. და ეს არ არის მარტივი data. ეს ან სტრუქტურულია, მან ადამიანის ფსიქოტიპი, ხასიათი ჩანს, ბევრი რამე გადაადგილება. შენ ვერ შეება მიხვდე რომ აი მარტივი მაგალითია, რაღაც ადამიანი, ანუ წყვილებს აკვირდებოდნენ, ისა რამ სიხშირით პოსტავენ და რო არ პოსტავს ხო და უცბად რო იწყებს პოსტვა, დიდი ალბათობით ურთიერთობა თავდება რა. αλλά ერთი მხარე რო იწყებს და მაგას Instagram-ის ალგორითმი რეალურად ხვდება, რომ ეს ადამიანი ამ ყველაფერს აპირებს. შეიძლება შენთვის წარმოუდგენელი იყოს, შენ თვითონ არ იცოდე კი ეგეც შეიძლება და ის უკვე ხვდება გასაპირებს შენ. იმიტომ რომ ადამიანის ხასიათი და ბუნება ესეთი და ჩვენ ესე რეაგირებთ. ანუ ჩვენ რეაგირებთ, რავი, შიშზე თითქმის ერთნაირად. შეიძლება ემოციური ფონი მაღალი და დაბალი იყოს ინდივიდებში, მაგრამ თითფრინავი რომ მოდის, რეაგირებთ ერთნაირად. ანუ ვინც არ რეაგირებს, სხვანაირად რეაგირებს და პანიკას არ ინარჩუნებს. აი ავიაციის სკოლაში რო გინდოდეს ჩაბარება, ექსტრემალურ სიტუაციაში აი გაგატარებენ ქარცილში, რომ აი შევდეთ და აი 3 წამი რო იქნება დარჩენილი, მერე გადაჭრა კაბელი ან რაღაც. ხო და ანუ ეს self discipline-ა, რომელსაც რაღაცები გვასწავლის და იუზერებს ვერ მოთხოვ ამ ყველაფერს რა. შენ იუზერებს უნდა შეუქმნე ინფრასტრუქტურა თუ გინდა. და მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე სწორი ან ასწორია. მე ვამბობ ყოველთვის ეს რამის, რომ უნდა არსებობდეს ალტერნატივები, მორჩა და გათავდა. მე შეიძლება არ მომწონს NFT და არ მომწონს Solana, მაგრამ ადამიანები ამით სარგებლობენ. ხო, და ეგ მისაღებია. მისაღებია ცხადია, იმიტომ რომ ეხლა როგორ უნდა ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ იმაზე, რომელი ავტომობილია უფრო უკეთესი. აი ხო მოიცა, მაგრამ აი შენი აზრით აი ალტკოინებზე რო ვილაპარაკოთ, ანუ ხო არის ბიტკოინი რაღაცა სხვა ტიპი და მე შემოდის ეთერიუმი, რა თქვა ეთერიუმი როგორც დეცენტრალიზებული ასევე პლატფორმა, ოღონდ სადაც ბევრი სხვა რაღაცა არის ხელმისაწვდომი, მათ შორის NFT პროექტი გავაკეთო, დეცენტრალიზებული ფინანსური რაღაც ინსტრუმენტი შევქმნა, swap-ი გავაკეთო, ბევრი სხვა თემა. ანუ შენთვის ეს არ არის საინტერესო, მაგრამ ამბობ რომ ოკეი არის რო არსებობს, ხო? ანუ მანდარა ალბათ შენი ბიტკოინ მაქსიმალიზმის კითხვა უდგება, მანჩას რო არ ხარ მაქსიმალისტი? არა, ნახე, აქ მაქსიმალიზმზე არ არის. ეთერიუმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია სამყაროსთვის რა.
და მათ შორის ბიტკოინისთვისაც. რატო? იმიტომ რომ პირველი რაღაც იყო, რომელიც არ ყოფილა აქამდე 2009-მდე, ვიღაცა მოვიდა გააკეთა და ვიღაცამ მისი არსებობით დაინახა რაღაც სხვა შესაძლებლობა და გააკეთა სხვა რაღაც. ეთერიუმს არასდროს არ ქონია პრობლემა და მე ყოველ შემთხვევაში არ მინახავს, რომ ბუტერინს უთქვამს, რომ ეთერიუმი არის ფული. მისი ფულად გამოყენება შეიძლება ეს ფუნქციაა და ეს არ არის ცუდი ფუნქცია. ეთერიუმი არის კოდი, რომელიც აბსოლუტურად სხვა პრობლემას აგვარებს და ბიტკოინი არის ფული, რომელიც ფულის პრობლემას აგვარებს. მაგრამ დღეს ბაზარზე რასაც უყურებთ, ეთერიუმმა რაც მოიტანა ICO, IPO-ები, ეხლა Solana რასაც აკეთებს, ეს არის გემბლერობა და მეტი არაფერი. აქ ყველამ თავიდანვე, ადრე არ იცოდნენ. დღეს ყველამ იცის, რომ რაღაცა coin-ი რო დაილისტება, ეგ უნდა შეახტეს და ფული იშოვოს. ეს არის ზუსტად სარისკო და მე ამ ადამიანებს იმიტომ უხსნი, რომ აქ shitcoin-ია და შეიძლება არ გაგიმართლოს, თორე მე არ მაქვს პრობლემა ამ ყველაფრის მოხმარებით. თუ გინდა გააკეთე, მე რომ საფრთხე იცოდე რა. ანუ შეგიძლია დალიო ალკოჰოლი, მაგრამ თუ დაალევ 3 ლიტრაზე მეც, რავი, არ წაგივა საქმე კარგად. მე ამ ინფორმაციას ვაძლევ. მე პასუხს ვთვლი, რომ ეს უნდა იცოდე, როდესაც ახალი ხარ ამ ყველაფერში. გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. მე ვიღაცის მიერ მაგივრად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. იცი რა, შენ ამბობ რომ ბიტკოინი არის ფული, ხო? ბევრი ამბობს რომ ბიტკოინი არის ციფრული ოქრო. შენ მაინც ფულა არჩევი რომ ფული არის? ფულია, კი. და ფულად იყენებ, მოდი ესე კითხო. კი, ფული შეგვიძლია ოქროც არის, ციფრული ოქროც არის. არ აღიარებენ როგორც ვალუტას. ხო. მაგრამ ფული არის. კი, ანუ აი ჩვენი კანონმდებლობაც ესეა რა, SEBI არეგულირებს ბიტკოინს, ყოველ შემთხვევაში ლიცენზიის ეს 2 წლის წინ, 3 წლის წინ ესე იყო, რომ ანუ არ არის ფული და არ არის ვალუტა, მაგრამ ლიცენზია უნდა კონდეს როგორც ვალუტის გადამცვლელ. ხო, WASP-ის ლიცენზია ქვია რა ჩვენ გაგვიჭირა. WASP-ი კიდე მერე იყო რა, მანამდე იყო ხო რა. ანუ აი დიდი ამბები გამოვიარეთ, იყო Unipay, კობა იყო მაშინ, კაი ბიჭი იყო და მაგარ პროდუქტს და მაშინ ის ad-hoc იყო მართლა ის რა ჩვენ რეალობაში მე იმანი წამოვიდა და ანუ აი ეს მოხდა რა გაიშალა და ალტერნატივები აქვს ადამიანებს რომ ეს ვის მოწონს ცხადია უნდა ისარგებლოს ეს აუცილებელიც არის რომ იყოს მე შეიძლება არ მომწონს KYC-ს რომ მაგრამ კომპანია კანონმდებლობას არ მუშაობს თქვენ ადგილას რო ვიყო მე underground აპლიკაციების მშენებლობას დავიწყებდი რატო არა ვერ გავიგე გავიგე ან არა იცი რომ ეს აი ფულზე რატო კითხე ბევრს აქვს განცდა ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით ხო ან ბიტკოინის ფასი იცვლება ხო არ არის სტაბილური მიუხედავად იმისა რომ ლარი უფასურდება და ნუ შეიძლება იქ ბევრი ადამიანი ვერ ხვდებოდეს განცდა აქვს რომ 1 ლარია ხო ნუ მიუხედავად იმისა რომ ნაკლებს ყიდულობს და აი როცა ლაპარაკობ ბიტკოინზე როგორც ფულზე და ფულის ხან რავი $100 ის ჩემი ბიტკოინი და ხან $50 აი რას პასუხობ მაგ ადამიანებს რა იქ შიში რო აქვს რომ აი ბიტკოინში შევიდნენ ჩვენ რასაც უყურებთ ახლა ბიტკოინი არის ფული დაგროვების საშუალება, ანუ ციფრული ოქრო რაც ახსენე, ვინ როგორი პერსპექტივით შეხედავს ამას. მე თუ ვაკეთებ 2 წლიან ინვესტიციას, მაშინ ეს გააზრებულად უნდა გავაკეთო. თუ ვაკეთებ 10 წლიან ინვესტიციას, 2015-ში ვინც იყიდა ბიტკოინი და დღემდე აქ, იმან კარგი ინვესტიცია გააკეთა და ან 12 წლის წინ ღირდა $100, პირველად ღირდა ესა ბიტკოინი $100. გააჩნია როგორ შეხედავ. აქ არ არის ჩვენ არ გვაქვს რამე ექსკლუზიური ფორმა და ცოდნა რომ ესე თუ მოიქცევი ამას მიიღებ ამას ვერავინ ვერ გვეტყვის და არც უნდა თქვას რომ აი იყიდე ბიტკოინი და ხვალ გამდიდები ნუ არის შალატად ანუ ჩვენ ნახე როგორ არის ეს არის ფინანსური სისტემა რომელიც არის აბსოლუტურად გამჭვირვალე აბსოლუტურად ყველაფრით ჩვენ ვიცით მომავალი ჰალვინგი როდის გვექნება ეს იქნება 2028 წელს ჩვენ ვიცით 2028 წელს რამდენი ბლოკი იქნება ისევ რამდენი ბიტკოინი გვექნება ყოველდღიურად რა ჩიპები გვექნება დაახლოებით ხედავთ ამ ყველაფერს მაგრამ ზუსტად ვიცით სისტემა რას გააკეთებს და ეს 2040 წლამდე ესე იქნება მაგრამ ჩვენ არ ვიცით არსებული ფინანსური სისტემა ნათია თურნავა დღეს რას დაილაპარაკებს და ხვალ რა ინფორმაციას მოიტანს ჩვენამდე ეს ნალაპარაკები იქიცის 10 კაცმა და ეს მე აი როგორც ხა აი ქართულ მედიას რო შევხედოთ რა Twitter-ზე რაღაც მოხდება და 3-4 დღის მერე აი აქ ჩამოდის ანუ რატო ჩამოდის 3-4 დღის მერე ანუ სტაბილური ინტერნეტი გვაქვს რასაც დააპოსტავს ვიღაცა ხო ანუ აბსოლუტურად სინქრონში ხდება ყველაფერი
ლაივში კი ბატონო. რამდენი ბიტკოინი უნდა კონდეს ადამიანს? რას ფიქრობ? არ ვიცი, რაც მეტი უკეთესია. არის რამე ზღვარი, მინიმალური ზღვარზე? რავი, Sailors რო ვკითხოთ, არ არის ზღვარი. მე რაც ხედავ, აკუმულირება მიდის ამ ფულის. ცხადია, ამ აკუმულირების პროცესში ეს რყევები იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი ახალი მდიდარი სახე შეემატება. ოღონდ რას გააკეთებს მე ეს ადამიანი საშაურმეს გახსნის თუ დეველოპინგში მიიღებს მონაწილეობას, ეს არ ვიცით, მაგრამ ნამდვილი ბიტკოინერი, ესე რომ ვთქვათ, ალბათ უფრო ხარისხიან პროდუქციის წარმოებას დაიწყებს და დღეს ბაზარზე არიან ესეთებიც, იმიტომ რომ ამან გამოიწვია ის ტიპები, რომლებიც ამ სფეროში იყვნენ და შეხედეს სამყაროს, როგორი იყო, დაიწყეს სხვადასხვა პროდუქციის წარმოება, ოღონდ მაღალი სტანდარტით და ხარისხით. ჩვენ ალტერნატივები ბიტკოინერი უკეთესი ადამიანია. ხო, ანუ ბიტკოინერი უფრო კარგ პროდუქციას ქმნის, ბიტკოინერი უფრო სანდო ტიპია, ვიდრე Fiat მაქსიმალისტი და ანუ იმიტომ რომ ეს უკვე აპრობირებულია რა, მე ამერიკაში თან ბევრ ტიპს ვიცნობ, რომელიც უკვე ის მასშტაბი არა აქვს ამას დიდი, მაგრამ ანუ community-ში იწყება ამის პოპულარიზაცია. და იმან გაიაზრა, რომ კარგი ცხოვრებისთვის, კარგი სტანდარტია საჭირო, რომ რატომ უნდა ვჭამოთ ცომი, რომელიც ვნებს და დაიწყეს ანუ ეს როგორი community-ია, იცი? ვიღაცა მედიცინაშია, ვიღაცა ბიოქიმიკოსია, ვიღაცა ავიაციაშია, ოღონდ ეს ხალხი ენთუზიაზმით არ არის იმ სფეროდან წამოსული, დარგის სპეციალისტები არიან, რომლებიც წამყვან პოზიციაზე მუშაობდნენ ამ თუ იმ კომპანიაში. და მათ სიტყვას, გამოცდილებას და ცოდნას დაალაგ ნავალი, შესანიშნავი ინდუსი, ამერიკელი ენჯელ ინვესტორია, რომელიც აი სასწაულ პროექტებს აკეთებს. და ბევრი ადამიანი, რომლის ნდობაც უბრალოდ სხვა პოდკასტის და სხვა მისი ნაშრომიდან შეგვიძლია, რომ მოვენდოთ ამ ადამიანს და როდესაც მე უკვე ამ რეგალიასაც შეითავსებს და იაზრებს, რომ სამყარო არ მიდის იმ მიმართულებით, რა მიმართულებით უნდა მიდიოდეს, შესაბამისად ცდილობენ, რომ რაღაც ისეთი პროდუქციები და პროდუქცია და აპლიკაციები წერონ, რომელიც გამოადგება საზოგადოებას რა. ეს არ მეტი არაფერი არ არის. უკეთესი სამყარო და უკეთეს სამყაროსთვის ბიტკოინი აუცილებელი რაღაცა. ამით ბიტნეტი ის ბიტნეტზე რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი არის. ხო, და მან დრო დავუბრუნდეთ, აი ბიტნეტის მაყურებს ან ჩვენი არხის მაყურებელს რას ურჩევდი, ვისაც ჯერ არ აქვს ნაყიდი ბიტკოინი, ანუ პირდაპირ იყიდოს თუ ჯერ რაღაცა ბიტკოინის სტანდარტი უნდა წაიკითხოს თუ რა არის ყოფნა ეს შენ ძალიან რთულია იუზერებთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ იუზერები ყოველთვის გადაწყვეტილებას იცვლიან, ისინი რაღაცებზე რეაგირებენ. შეიძლება რეაგირება მოახდინონ 100,000-დან 30,000-მდე რო ჩამოდის, ის ტიპი აღარ იყიდეს, იმიტომ რომ უკვე იმხელა რისკ კალათაში და აზროვნებაში გადაიტანს, რომ ეს არის ამხელა მიმები ხო გვინახავს სტოკ მარკეტში, რომ 5%-იანი კლება ტიპები თავს იკლავენ და 50%-ში გადიხარ და ჯალიჩოფრო ფული იშოვო, რომ იცი რომ დაბრუნდება უკან. ამ ადამიანებს უნდა გავაგებინოთ ერთი რამ, რომ ეს ტექნოლოგია არსად და ვერსად ვერ წავა, ის გვაქვს უკვე. ამას ვერც უკან შევტენით სატოშის კომპიუტერში და ვერც გავაქრობთ. თუ რამე დაემუქრება, პრობლემა არ არის, სხვა ალტერნატივა გაჩნდება. და ეს უკვე მოხდა, ანუ ჩვენ ცოდნა მივიღეთ, როგორც თავის დროზე მივიღეთ, ცოდნა ბენზინის მანქანები რო წარმოება რო დავიწყეთ. ანუ ეს მოხდა. ბენზინის მანქანები ერთ საუკუნე დადის თითქმის სამყაროში და აპრობირებულია და მუშაობს. ყველა ახალი ტექნოლოგია, აი წინასთან შედარებით უფრო ჩქარა განიცდის ადაპტაციას და ბიტკოინიც ეს ტექნოლოგია, რომელიც გვაქვს და ადაპტაციას გავა. დღეს შეიძლება ბიტკოინი ქვია, ხოლმე შეიძლება მონერო დავარქვათ, ზეგ შეიძლება ეთერიუმი იყოს ეს კაციშვილმა არ იცის როგორ მოხდება. ბლოკჩეინი არსებობს და იარსებებს კიდე კარგი. ბლოკჩეინი კიდე, ანუ ბლოკჩეინის ტერმინის გააზრება სხვანაირად მოხდა რა, ანუ აი დაიწყეს ესე რომ მე როდესაც აი როსურ ბრიხტი ეხა ვინსტრაპმა გამოუშვა სილკროუდი რო გაკეთა თავისუფალი ბაზარი, მაშინ ჟულიან ასანჟი კიდე ანუ ყველა ის იყო რა კრიმინალები ერთი სიტყვით. დღესაც იგივე ხდება, ანუ გადასვლას გავაკეთებ ჩვენ ქვეყანაში, ანუ მთავრობამ ნანუკა ჟორჟოლიანს შეუწყვიტა დაფინანსება, მოგწონს ნანუკა არ მოგწონზე არ აქვს საუბარი, მთავრობა ბანკის ანგარიშებზე. ეს მოხდა ამერიკაში 2013 წელს.
მოდელს. სატოში აქ აქტიური იყო ჯერ კიდევ ფორუმებზე და როუბრიხცას და ვიკილიქსაც უთხრა, რომ ანუ კრაზანის ბუდეში ყოფთო ჯოხსო და დაგვერხევა, იმიტომ რომ მაშინ ბიტკოინის ქსელი ძალიან სუსტი იყო და მისი დახაკვა შესაძლებელი იყო. თავრობა არ უყურებდა ბიტკოინს. გემბლერების თავშეყრის ადგილი ეგონა და თარგეტი გააკეთა ამ ორ ადამიანზე და დაიჭირა ეს ორი ადამიანი. ამ დროს გაიპარა ბიტკოინი რა და პოპულარიზაცია პოვა, მაგრამ მათმა აქტივობამ ცხადი ხელი შეუწყო ბიტკოინის განვითარებას და აი ერთ-ერთი ბიტკოინ ინფოუზალ სამი ტექნიკური ეს არის რა, დეველოპერები რომ მუშაობენ, კოდს როცა იხილავენ, საჯაროდ ხდება ეს ხან Twitter-ზე, ხან ბიტკოინ სხვა პლატფორმებზე და რა უნდა გააკეთონ, მან სატოში წერდა, რომ გემბლერებისთვის იყო ერთ-ერთი მიზანი, რომ გამოიყენებინათ, რომ ფული ადვილად გადაერიცხათ. იყო ეს კომპანიები, თამაშობდნენ, ბიტკოინ თამაშები იყო, მიდიოდი პოკერს თამაშობდი და შექმნდა. და მიდის მაგაზე ბაზარი, რომ ეგეც პოპულარიზაცია გაუწიონ. ხა აჭარა ბეთმან, ევროპამ თუ რაც არის ჩვენაში რომ წარმოვიდგინე მიიბას და თავის მომხმარებლებს უთხრას, რომ აი შეგიძლიათ ისარგებლოთ, ხო? ისარგებლებენ ეს ადამიანები. ტეზერმა ეს გააკეთა, ანუ ტეზერის უფრო მეტი გადარიცხვა დღეს სამყაროში ვიდრე ამერიკული დოლარის. რატო? იმიტომ რომ ადამიანები აკეთებენ ამას და ნათია თურნავო ვერ მოუწოდებს რომ ხიხია ეს და ესე გააკეთე, ისე გააკეთე. ანუ მე როცა ვხედავ ალტერნატივას, თავის გზას ბოლოს ყოველთვის ესე იქნება და ყოველთვის ესე ამ ადამიანებმა რომ იციან ტეზერი იმიტომ ყიდულობს 8888 ბიტკოინს ხო? სეილორი იმიტომ ყიდულობს რომ იციან რომ ვერ შეეხება ვიღაც სხვა შენ აქტივს. შენ უკვე აქ რა ბერკეტს გამოიყენე. და უნდა თქვა რომ ადამიანის არსებობის ისტორიაში ყოველთვის იყო შესაძლებელი და ყოველთვის ხდებოდა რომ ვიღაცა ეხებოდა აქტივებს და არტმევდა კიდევაც, ხო? კი, რა თქმა უნდა. ანუ ნებისმიერ ქვეყანაში ამერიკიდან დაწყებული, საქართველოს დამთავრებული ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა. ომია და ომი ნორმალურია. ნორმალური იმ გაგებით არა რომ სასიამოვნო, უბრალოდ სამყაროსთვის არის ეს ნორმა, რომ ესე ხდება და ესე მოხდება. სანამ არ მივალთ რაღაც დანიშნულების წერტილამდე, რომ ამის შესაძლებლობა არ გვექნება. შენ მე ბიტკოინს ვერ წამართმევ. აი ამას წინათ ერთი მიწერდა, რომ აი რომ ვიდეო და თითი მოგაჭრაო, ბიჭო, ანუ მე თუ ჭკვიანი ვარ, ავდგები და ორ ვალეტს გავაკეთებ რა და ერთ private keys მოგცემ და გეტყვი რომ 100 დოლარის ნახმეტი არ მაქსიმალ კი ვლაპარაკობდი, მაგრამ ხარჯები მქონდა ბევრი და ანუ ვერაფერს ვერ იზამს ხო ის ადამიანის სინამდვილეში. გააჩნი, ანუ აღქმას ცოდნა მნიშვნელოვანი რა. აი ზუსტად იმ ფილმში საუბარი არის ინფორმაციის ისტორიაზე და ფიზიკა ამბობს ამას, რომ ნებისმიერი ვირტუალური ინფორმაცია საბოლოო ჯამში ამ დედამიწაზე არსებული ფიზიკის კანონებით არის ფიზიკურ ნივთად იქცევა რა. როდესაც თავიდან მესოპოტამიაში ბგერა აღწერეთ და გადავიტანეთ ფირფიტაზე თიხის, დღეს ბგერა გვაქვს ფლეშკებზე ჩაფ. მაინც ფიზიკური ფორმის არის. შეიძლება ვირტუალური ეხეთ ჩემი ბგერა ციფრულში გადადის, მაგრამ სად ვინახავთ, სად ვიწერთ ეხა ფიზიკურად ვიწერთ. და ეს 12 seed phrase და private keys ფიზიკურად ვიწერთ, რომ ონლაინიდან გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს საფრთხეა. აი საფრთხე user-ს არ შეუძლია დაცვა. ამიტომა რომ ადამიანები აი ხო გქონია ფორუმებზე კამათი რომ ბირჟაზე ნუ დატოვებ თანხას. ადამიანებს საკუთარი თავის უფრო ეშინიათ ვიდრე ხო. ესეც ნორმალურია. ხა მე ჩემი თავი ვიცი. აი ხა ტიპები კიდე მეუბნება რომელი საფულია კარგი, ანუ აი ყველა ცუდი კითხვაა რა. აი რომელი მანქანაა კარგი, ანუ ვისთვის, ჩემთვის Toyota Tundra ყველაზე კარგი მანქანა რა. არ ველოდი მაგას. Porsche-ზეც კარგი მანქანაა და Ferrari-ზეც. მინდა რომ ეგ მყავდეს. თუმცა სადაც Toyota Tundra-ს გამოვიყენებ, იქ Porsche-ს ვერ გამოვიყენებ, ან Ferrari-ს ხო? სხვადასხვა დანიშნულება აქვს ამ ყველაფერს, როგორც თუნდაც ბირჟის შემთხვევაში, თუნდაც altcoin-ებთან შემთხვევაში და ასე შემდეგ. ეს ნორმაა რაც ხდება და აი კიდე შევკრავ რომ Ethereum-ის გაჩენით Bitcoin-მა დეველოპერებმა ხვანაირად დაიწყეს ყურება საკითხის. აქ ორ კატეგორიასთან გვაქვს საქმე, ერთი არიან ფინანსისტები და მეორე ტიპები არიან დეველოპერები. ხო და Ethereum-ის დეველოპერები ცოტა მოქნილი ტიპები არიან, fork-ი და Bitcoin-ში ეს ძალიან რთულია. რატო რთული? იმიტომ რომ დომინაცია ქსელითაც, კაპიტალიზაციითაც, წლობითაც, ყველაფრით და ძალიან რთულია ეხლა რომ 5 Bitcoin-ი გაქვს ანგარიშზე და გამოვიდეს პიტერი და თქვას რომ აი ხა ამის გაკეთება მინდა, აქ უნდა ჩავდგას ტენკა და შემოვშერგინას ტენკა, შეიძლება გაგიჟდე, ხო? კი, საერთოდ შევცვალო ჩემ networks რაღაცა ის ახალი იდეა გავაცელო, layer-ები დავაშენოთ ბევრი, მაგრამ ამიტომ გეშინია ამ ყველაფრის და ეს დეველოპერები ცოტა კონსერვატიული ტიპები
არიან და ცდილობენ რომ მაქსიმალურად ისეთი რაღაც გააკეთონ, რომელიც არ ჩამოშლის ამ სისტემას, იმიტომ რომ მისი აშენება თავიდან, აი რავი, უფრო утоპიურია ვიდრე რაც გამოვიარეთ რა. ძალიან დიდი მადლობა ნიკოლოზ, მე მგონი ძალიან ბევრი საინტერესო თემა შევეხეთ. იცი რა, დავაკვირდეთ როგორ განვითარდება ბიტკოინის ფასი. მე ყოველთვის მაინტერესებს, ყველაზე საინტერესო არის ხოლმე, ან როგორ დაიწყო ბიტკოინი რაღაცა ეს 2008 წლის ფინანსური კრიზისის პასუხად და დღეს როგორ მივედით ციფრულ ოქრომდე რა და ეს ყოველთვის იცვლება და ვითარდება ზოგადად ბიტკოინის ნარატივი. და მგონია რომ აი რაღაც აი 6 თვეშიც თუნდაც რომ დავჯდეთ, შეიძლება კიდე ახალი რაღაც იდეები შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში და კარგი იქნება რომ ეს გავამეოროთ ეს საუბარი და ვნახოთ აბა 6 თვეში რას ვიქოთ იმაზე დღეს რაც ვილაპარაკეთ. მადლობა რომ გვესტუმრე და წარმატებები. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა თქვენ მსმენელს. მადლობა ბიტნეტს.